ქართული სტენდი გერმანიაში საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ამჯერად ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენის მონაწილეებს აცნობენ საერთაშორისო ბაზარზე დასამკვიდრებლად და ახალი ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ქართული მხარე პრესტიჟულ ღონისძიებაში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მოლაპარაკებების მთავარი თემა საქმიანი ტურიზმის სფეროში სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებთან კონტაქტების დამყარება და მასშტაბური ღონისძიებების საქართველოში დაგეგმვა. შალვა სუმბაძე გაგვაცნობს გამოფენის მონაწილეების შთაბეჭდილებებს. 150-ზე მეტი ქვეყანა და ათასობით ვიზიტორი. ფრანკფურტში საქართველოს საქმიან ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. IMEX Frankfurt 2025-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე მოლაპარაკებებს მართავს წამყვან ევროპულ კომპანიებთან საერთაშორისო კონგრესების, კონფერენციებისა და ფორუმების საქართველოში ჩასატარებლად. გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანია მონაწილეობს. საქართველო იმკვიდრებს მსოფლიოში ნელ-ნელა ადგილს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით. ჩვენ არაერთ ღონისძიებას უმასპინძლეთ ბოლო წლების განმავლობაში და დიახ, ახლა წარმოდგენილი ვართ 10-მდე კერძო კომპანიასთან ერთად აქ იმისთვის, რომ დამატებით ახალი შესაძლებლობებს გავეცნოთ, ახალი კონტაქტები მოვიძიოთ. საქართველოში არსებული და მათ შორის ქალაქ ბათუმში არსებული საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურა, მსოფლიოში ცნობილი ბრენდული სასტუმროების არსებობა და ასევე მათი გამოცდილება საქმიანი ტურიზმის მასპინძლობის მიმართულებით შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენი ქვეყანა სწორედ იმ კონკურენტულ ჯაჭვში ჩაებას, როგორცაც თავაზობს ევროპული მძლავრი მიმართულებები და ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, რომ უმასპინძლოთ მრავალ ღონისძიებას, როგორც მასშტაბურს, ასევე ჯგუფურს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო მონაწილეობს ამ გამოფენაში. ეს ღონისძიება ჩვენი ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. თუ საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას სურს, რომ ბიზნეს ღონისძიებებს უმასპინძლოს, მაშინ აქ მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მინდა გითხრათ, რომ თქვენი ტურისტული მიმართულება ძალიან მიმზიდველია და რა თქმა უნდა, თუ გაქვთ საჭირო ინფრასტრუქტურა, ეს უკვე ძალიან კარგი დასაწყისია. IMEX Frankfurt 2025-ზე 3 დღის განმავლობაში საკონვენციო ბიუროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს გამართავენ 50 საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიისა და ასოციაციის წარმომადგენელთან. სამომავლოდ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. გამოფენაზე საქართველოს სტენდთან ქვეყნის საქმიანი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით პრეზენტაციები ტარდება. ეს ღონისძიება გამოირჩევა თავის ხასიათით რამოდენიმე საკითხში. პირველ რიგში ბაიერები, რომლებიც ყოველთვის დაინტერესებული არიან საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ღონისძიებები გააკეთონ ჩვენ ქვეყანაში და უკვე რამოდენიმე მოთხოვნა უკვე მივიღეთ. და მეორე არის თვითონ ხასიათი და განწყობა, გარემო, რომელიც იქნება ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. შესაბამისად, ეს ღონისძიება ერთ-ერთი ფავორიტი არის ჩვენთვის. IMEX-ი ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა ტურიზმის სფეროში, განსაკუთრებით ინსენტივის და ესეთი ღონისძიებების კუთხით. ჩემი სასტუმროსთვის პირადად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სეგმენტია და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ძალიან მიხარია, რომ შეხვედრები ინიშნება. ძალიან საქმიანი ხალხი მონაწილეობს, ვინც რეალურად მოდიან ვიზიტორები და ბაიერები. ღონისძიების პირველი დღეა და ძალიან სასიხარულოა, რომ უკვე რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გქონდა. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ბაზარზე არა მარტო სასტუმრო ბილტმოის მიმართ, არამედ საქართველოს მიმართ, როგორც ახალი ადგილის მიმართ ჩნდება ინტერესი. არ იყო მხოლოდ ტურიზმის წარმომადგენლები, ალბათ არამედ კორპორატიული განათლების სისტემიდანაც რამდენიმე შეხვედრა გქონდა და ვფიქრობ, რომ საკმაოდ შემდეგ დღეებშიც რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს ჩაჯავშნილი. ამ შეხვედრების შემდეგ დავრწმუნდი, რომ საქართველოს საქმიანი ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს. საქართველოშია ბევრი დიდი სასტუმრო, ღონისძიებების სივრცე. შესაძლებელია ჩატარდეს კონგრესები. საქართველოს აქვს მრავალფეროვანი ბუნება, დაწყებული მთებით, პლაჟებით და კულტურით დამთავრებული. საქართველო ნამდვილად დაფარული საგანძურია, რომელსაც ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. IMEX Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3,100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.